სპორტის ახალი ამბების შემდეგ დღის სხვა ახალ ამბებსაც გადავავლოთ თვალი, მაგალითად ერთ ძალიან საინტერესო სოციალურ პროექტზე მოგიყვებით. პროექტის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ორი ბორბალი ჩვენება გაიმართა. ფილმი შეეხება ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც თავისი მდგომარეობის მიუხედავად ცდილობს მიზნების და ოცნებების განხორციელებას. ფილმის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და ინტეგრირებულები, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანს აქვს საზოგადოების სრულფასოვნად წევრად ყოფნის უფლება. რა დაგიწყნა როდის იყო? მე მინდოდა ამ ფილმში მეჩვენებინა ის კარგი მხარე, რაც რეალურად ნებისმიერ ადამიანს აქვს. მე მინდოდა მეჩვენებინა ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეს არის უბრალოდ რაღაც გარკვეული სტერეოტიპი. ყველა ადამიანი განიცდის ერთ და იგივენაირ ემოციებს და ეს არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გახლავთ, ორი ბორბალი გახლავთ სოციალურ პროექტ ერთადჯის დეკემბრისთვის გამარჯვებული. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავაფინანსოთ ეს საინტერესო იდეა, რომელიც შეეხება ძალიან საჭიროებო და საინტერესო თემას ბუნებრივია. რაც შეეხება ერთადჯის, ეს გახლავთ სოციალური პროექტი, რომლის მიზანიც არის აქტიური მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც აქვს სხვადასხვა საინტერესო იდეა. მე ვასრულებ თავარ როლს ამ ფილმში. ბიჭის, რომელიც სარგებლობს ეტლით, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. საკმაოდ განვითარებული არის თავისებური, აქვს თავისი ოცნებები, თავისი მიზნები, რომლის განხორციელებასაც ცდილობს და აქვს თავისი ცხოვრების სტილი. ეს ფილმი არის უნარშეზღუდულ ბიჭზე, რომელსაც ყავს მეგობრები, შეყვარებული, რომლის როლსაც ვთამაშობ მე. და არის სრულფასოვანი წევრი საზოგადოების და სწორედ ამიტომ განსხვავდება ეს ფილმი, იმიტომ რომ სხვანაირი კუთხით გვანახებს ასეთი ადამიანის ცხოვრებას.